ბევრი ჩვენთაგანისათვის საგარეჯოს რაიონი და უდაბნო ასოცირდება დავით გარეჯთან. მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ეს ტერიტორია, როგორც ერთ-ერთი ზამთრის საძოვარი, რომლის გარეშეც ქართული მეცხვარეობის არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელია. დავით გარეჯი არაერთხელ ვარ ნამყოფი, მაგრამ დღეს საქართველოს ამ მნიშვნელოვან კუთხეს სხვა თვალით მინდა შევხედო. ახლა სოფელ უდაბნოში მივდივარ, სადაც შევხვდები ექსპერტს ვასილ პლიღლაშვილს, რომელიც დღეისათვის ერთადერთი მეცნიერება და დოქტორი და პროფესორია მეცხვარეობაში საქართველოში, ხოლო მეთხეობაში მთელს ამიერკავკასიაში. ამასთან ერთად ის პრაქტიკულ ფერმერულ საქმიანობასაც ეწევა და შევეცდები ბევრი რამ გავიგო მისგან ამ დარგის შესახებ. იკოს მოდი, ჩვენი პატარა წელს ნახე როგორ წითელი ლოყებია. გამარჯობათ. გამარჯობათ. აქა მშვიდობა, კეთილი იყო ჩემი ფეხი. მშვიდობა მოგცეთ უფალმა. ესე იგი მეცხვარეობით ვარ დაინტერესებული და თქვენზე საუკეთესო კაცს ვერ ვნახავდი ამაში რომ კარგად გამარკვიოს. ხო და კეთილი. მადლობა. აგერ ჩვენი უდაბნო, ჩვენი ფერმები, ცხარი და დავათვალიეროთ, გავიაროთ, გავისაუბროთ. აგერ ცხენი დაბძანდით და სიამოვნებით. ჭკვიანი ცხენია, ნუ გეშინია წყნარა დაჯექი. ოპა. წამოდით ბატონო დავით, ცხართან მივიდეთ. არაჩვეულებრივი ადგილია, მაგრამ საკმაოდ კარგადაც ცივა და ამ წლევანდელ კაც ზამთარს როგორ გაუძველით? ძალიან მძიმე ზამთარი იყო, დიდი თოვლიანობა იყო, ქარბუქები იყო, ყინვები იყო, ცხარს გაუჭირდა გაზამთრება. დოლი ღვთისმადლით კარგი გქონდა, მაგრამ გასავალი გქონდა ბატკანში ძალიან დიდი. დაახლოებით აი სავარაუდოდ გაზამთრების პროცენტი შეიძლება 30%, 35%-მდე გასავალი მივიღოთ ბატკანში. რაც ძალიან ცუდი შედეგია. დიდი პროცენტია. სხვა რა გითხრათ? ზოგადად ეს საზოვრები მწირი საზოვრებია. ზამთრის საზოვრის ადრე მიღებული ნორმების თანახმად ერთ სულზე ითვლებოდა 1 ჰექტარი გამოზამთრებისთვის. ახლა როგორ არის? ეხლაც ესევეა, ნორმები არ შეცვლილა საერთოდ. ნორმატივები დგება საძოვრის დან გამომდინარე და მისი მოსავლიანობიდან გამომდინარე და პრაქტიკულად არაფერი შეცვლილა მაგ კუთხით. ეს თავისთავად იმას გულისხმობს, რომ საკმაოდ დიდი ძალის დამატებითი საკვები გვჭირდება. თივა, ქერი. ესაც თავისთავად ყველაფერი ხარჯებთანაა დაკავშირებული და მით უმეტეს იმ პირობებში, როცა დამატებითი დაფინანსების მოძიება ძალიან ძნელია, დაზღვევის სისტემა ჩვენ შემთხვევაში ძალიან რთულად მუშაობს თუ არ მუშაობს საერთოდ ეგაც მეორე საკითხია. ეს ყველაფერი არ რთულებს, რა თქმა უნდა, გამოზამთრების პროცესს. ღვთისმადლით ძირითადი ზამთარი გადავიარეთ და დანარჩენი გაზაფხულის იმედზე ვართ, ვნახოთ. რამდენი ხანია რაც მეცხვარეობას მისდა? იმის მერე რაც დავამთავრე უნივერსიტეტი, ეს იყო 1984 წელს და დავბრუნდი ზოეთ ინსტიტუტში, ფაქტიურად სულ მეცხვარეობის დარგს მივდეო. დაწყებული ლაბორანტობიდან დამთავრებული პროფესორობით და ფერმერობით სამსაქმეთა ვარ დაკავებული ეს უკანასკნელი მთელი ეს პერიოდი. გაიხარე. დაინტერესება საიდან? დაინტერესება პირველ რიგში ჯერ ოჯახიდან წამოვიდა, მამა იყო ზოეთ ინსტიტუტში მეცხვარეობის განყოფილების გამგე ალექსანდრე გლიგლაშვილი, ისაც მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, თუშურის წყლის დიდი მოამაგე და შესაბამისად ბავშვობიდან დავყვებოდი. ესე იგი ტრადიციას ვაგრძელებ, ასე ვთქვათ. ფერმა თქვენთვის არის საკუთრება არის თუ იჯარით არის აღებული? ეს ფერმა საკუთრებაა, მაგრამ ფერმას სჭირდება ზაფხულის საძოვარი და იქ იჯარითაა, იჯარის ფორმა. მე ეს არ უშლის ხელს ბიზნესს. ძირითადი წამყვანი არის ზამთრის საძოვარი საქართველოში ცხვრისთვის, რომელიც არის შეზღუდული რაოდენობით. ზაფხულის საძოვარი ჩვენ ბევრად უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე ზამთრის საძოვარი. ის სულადობა ცხვრის, რომელიც დღეს არის საქართველოში, ეს არის დაახლოებით 650,000 სული ცხვარი, ეს არის ის სულადობა, რომელსაც იტანს ჩვენი ზამთრის საძოვარი. დისპროპორცია შეიქმნა იმ ხრივ, რომ როცა მოხდა საერთოდ იჯარით გაცემა საძოვრების განაწილება და გადაეცა რაიონებს, ადრე თუ იყო ისეთი სტაბილური მიდგომა, რომ ზამთრის საძოვარს ეკუთვნოდა თავისი ზაფხულის საძოვარი, ეს მიდგომა აღარ იყო და ხშირ შემთხვევაში ზამთრის საძოვარი აქვს ფერმერს,
ან იჯარის ფორმით, ან საკუთრების ფორმით, ხოლო ზაფხულის საძოვარი აღმოჩნდა სამწუხაროდ არის ესეთი ფაქტები ისეთ ხალხის ხელში, რომელსაც მეცხვარეობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მაგალითად კონკრეტულად ამ ფერმას აქვს საკუთრებაში აი ზამთრის საძოვარი, ხოლო ზაფხულის საძოვარი საერთოდ არ აქვს. ზაფხულის საძოვარი ვინაიდან მას არ აქვს, იძულებულია, რომ ზაფხულის საძოვარი ვიღაცისგან იქირაოს. რაც ხელოვნურად ქმნის გარკვეულ პრობლემას, ხელოვნურად ზრდის შესაბამისად ფას, იმიტომ რომ ხარჯი მატულობს, რა თქმა უნდა. და ეს ყველაფერი ერთგვარად ხელს უშლის უფრო განვითარებას, დარგის განვითარებას, მეცხვარეობის ცხვრის მოშენებას. აი, კარგი იქნებოდა თუ ეს საკითხები რაღაცნაირად მოგვარდებოდა, რომ დაუშვათ იგივე ფერმერს, რომელსაც აქვს თავისი ზამთრის საძოვარი რაღაცა ფორმით, ან გრძელვადი, ან იჯარის, ან საკუთრებაში, მას მიეცეს საშუალება, რომ ისევ სახელმწიფოს მიერ დადგენილი რაღაცა გარანტირებული ფორმით კონდეს ზაფხულის საძოვარი. რაც იქნება იმისი წინაპირობა, რომ ამას ექნება იმისი გარანტია, რომ აი სტაბილური განვითარების შემთხვევაში რაღაცა წლების მანძილზე მას შეეძლება თუნდაც ან მოამრავლოს, ან გააშენოს, ან უფრო იზრუნოს ჯიშობრივ დახვეწაზე. ზოგიერთი ცხარე რატო არის გაღვერილი? იგივე იმ კაცრი პირობებიდან გამომდინარე, ეთყობას ზოგს საკვები დააკლდა, ზოგს უფრო შესცივდა, მაინც ინდივიდუალურობიდანაა გამომდინარე და პირველი რაც ხდება ამ შემთხვევაში, ორგანიზმი თვითგადარჩენაზე რო ზრუნავს, იცილებს მატყლს. და დამატებით საკვებს ასაძლებს. თივა, ქერი ძირითადად. თივას ნაწილობრივ ადგილზე ვამზადებთ, ნაწილობრივ ვყიდულობთ. ქერს ძირითადად ვყიდულობთ აქ ადგილზე, სამწუხაროდ ვერ ავთესავთ. ძალიან ხშირად არის საუბარი ქართულ ცხვარზე. თავისთავად იბადება კითხვა, რა არის ეს ქართული ცხვარი. ამიტომ ჩვენ დღეს ვიმყოფებით ფერმაში, სადაც შეგვიძლია აი ამ ქართული ცხვრის სხვადასხვა ჯიშები განვიხილოთ. ძირითადად ეს არის 3 ჯიში. არის ქართული ნახევრად ნაზმატყლიანი ნატროშვილის ჯიშის ცხვარი, ქართული ნაზმატყლიანი ბაძოშვილის ჯიშის ცხვარი და ქართული ადგილობრივი, ენდემური და აბორიგენული ჩვენი თუშური ცხვარი. როგორც თვითონ სახელწოდებიდან ჩანს, განსხვავება არის მატყლში. ეს არის ეს რომელია? ნატროშვილის ჯიშის ცხვარი, ნახევრად ნაზმატყლიანი. მართლა როგორი ნაზმატყლიანი? აი თუ შეხედავთ, ჩახედავთ თვითონ გადაუწევთ მატყლს, აი როგორი ბოჭკო აქვს, როგორი მატყლი აქვს. ეს მატყლი, ამ მატყლის ძირითადი დანიშნულება არის საფეიქრო წარმოებაში გამოყენება. თავის დროზე ეს ჯიში ზუსტად მაგმიზნით იყო გამოყვანილი, საკმაოდ მაღალი ტექნიკური მახასიათებლების მატყლი აქვს. თვითონ ცხვარიც გამოირჩევა ადგილობრივი პირობებისადმი შეგუებით და მდგრადობით. მაღალი მერძეული პოტენციალი აქვს და მაღალი მეხორცული პოტენციალი აქვს. ესე იგი ნაკლი არ ქონია. ნუ უნაკლო ეხლა ამ ქვეყანაზე არაფერია, მაგრამ ჩვენი პირობებისთვის, შეგუების თვალსაზრისით, ჩვენი მომთაბარე პირობებისთვის და მკაცრი ბუნებრივი კლიმატური პირობებისთვის, ასე ვთქვა, ზამთრის პირობებისთვის, შეგუებულია მაქსიმალურად ადგილობრივ პირობებს არის მორგებული, იძლევა ტყუპიანობაც საკმაოდ მაღალი აქვს შედარებით და საკმაოდ მომგებიანი იყო და არის. ერთადერთი თუ ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს, მოსავლელად არის ცოტა უფრო ძნელი. კი, იმიტომ რომ რაში გამოიხატება ეს? კულტივირებული ჯიშია, უფრო საკვებისადმი ოდნავ უფრო მომთხოვნია ვიდრე თუშური ცხვარი, სამაგიეროდ პროდუქციის მხრივად უფრო მეც გვაძლევს და მომგებიანია, მაგრამ ასევე მომთაბარე პირობებში, საქართველოს მომთაბარე პირობებში საკმაოდ კარგად იჩენს თავს. ეს იყო ნატროშვილის, ხო? ეს ნატროშვილის ნახევრად ნაზმატყლიანი. ეს რომელია? გაჩვენებთ ბაძოშვილის ჯიშის ცხვარს, ეს არის უკვე წმინდა ნაზმატყლიანი. აი თუ შეადარებთ ამის კულულს და ნახევრად ნაზმატყლიანს, თვალითაც კი განირჩევა და აი ესე რომ მოკიდოთ ხელი, სიხშირე რასაც ქვია. კანძის სიხშირე. ეს ცხვარიც გამოირჩევა თავისი სამატყლთვისებებით, ანუ საფეიქრო წარმოებისთვის ამ ჯიშის მატყლი არის ერთ-ერთი საუკეთესო ნაზი შალის მისაღებად და ასე შემდეგ. ისევე გამოირჩევა მაღალი მერძეულობით, მაღალი ტყუპიანობით შედარებით, კაი მეხორცული პროდუქტიულობა ახასიათებს და ასევე ჩვენი ადგილობრივი პირობებისთვის არის მაქსიმალურად მორგებული და შეგუებული.
ეს ისეთი რთული მოსავლელი არ არის როგორც ნატროშვილის. დაახლოებით ერთნაირად არიან ესენი მოსავლელები, ასე ვთქვათ. თუ ოდნავ მეტ ყურადღებას სჭირდება და უფრო მეტი დამატებითი საკვები სჭირდება ამას, შესაბამისად პროდუქციასაც უფრო უკეთეს იძლევიან. ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ რომ შევინარჩუნოთ ეს ჯიშები, როგორც ერთი ჯიში ნაზმატყლიანი, ისევე მეორე ნახევრად ნაზმატყლიანი, თუ დაუკვირდით ყურზე აქ ბირკა. შეძლებს და გვარად თვითონ ფერმერის მაქსიმალური ხელშეწყობით ვახტენთ ამის სელექციას და შენარჩუნებას. ამიტომ არის ბირკით, რომ ინდივიდუალური ნომრით გადარჩეულია და სელექციის ქვეშ იმყოფება. ეს არის ჩვენი თუშური ცხვარი. ეს რითი გამოირჩევა? აი ვიზუალურადაც თუ შეხედავთ, ნახეთ, ამას უფრო გრძელი მატყლი აქვს, უფრო უხეში მატყლი აქვს. არის აბორიგენული, ისტორიულად საუკუნეების განმავლობაში არის საქართველოში მოშენებული, მაქსიმალურად მორგებულია ექსტენსიურ პირობებს. ფაქტიურად არ საჭიროებს დამატებით კვებას თუ ექნება საკმარისი საძოვარი. შედარებით ცოტა ნაკლებ იოლად შესანახია შედარებით. უფრო იოლად შესანახია, შედარებით უფრო ნაკლები მერძეულობაც ახასიათებს, ტყუპიანობაც უფრო ნაკლები აქვს, მაგრამ საგემოვნო თვისებები აქვს ხორცის ძალიან კარგი. ზუსტად აი ამ საგემოვნო თვისებებმაც გამოიწვია ერთის მხრივ ის დაინტერესება, რომ ამ ბოლო პერიოდში საქართველოსდან ხდება აი თუშური ცხვრის იმპორტი. მაგრამ თავისთავად თუშურ ცხვარზეც რო ვისაუბროთ, აქაც ესეთი პრობლემას ვაწყდებით, რომ დღეს საქართველოში ძალიან ბევრია ნაჯვარი და სუფთა ჯიშის, ანუ ხალას ჯიშიანი თუშური ცხვრის მოშენების პრობლემაც თავისთავად დგება. ისე ვიზუალურად გაირჩევა ეგ სუფთა სისხლის და რა თქმა უნდა, ჩემნაირი დილეტანტი გაარჩევს ეხლა ამას. რა თქმა უნდა, პირველ რიგში თვითონ თავის ფორმით, თავის მოყვანილობით და დუმა რიკით და ცხიმდუმიანი, იმიტომ ქვია, რომ დუმა ახასიათებს. რაც თავისთავად აძლევს დამატებით საგემოვნო თვისებებს. სამწუხაროდ არის ძალიან მძიმე ვითარება, ეს ორი ჯიში დღეს გადაშენების პირას არის ნახევრად ნაზმატყლიანი ცხიმყუდიანი ნატროშვილის ჯიშის და ნაზმატყლიანი ცხიმყუდიანი ბაძოშვილის. ამ ფერმაში სულ თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობაა შემონახული, ორივე ჯიში ერთად ალბათ შეიძლება 80-100-ზე მეტი აღარ იყოს. მხოლოდ ყოფილი ზოვეტი ინსტიტუტის ფერმაში, რომელიც მე გაერთიანების შემდეგ გადაეცა აგრარულ უნივერსიტეტს და დღეისათვის ისევ აგრარულ უნივერსიტეტის ფერმა თითულება, რამდენადაც მე ვიცი, იქ ყავდა შემონახული ნატროშვილის ჯიშის ცხვარი დაახლოებით 70 სული. ფაქტიურად ეს სასელექციო ბირთვი, რასაც ქვია სანაშენო ბირთვი ცხვრის, მარტო აქ არის შემორჩენილი და იქ. დანარჩენი საქართველოში აღარ არის. ესე იგი სანაშენო მეურნეობები აღარ არსებობს? როგორც ასეთი სანაშენო მეურნეობები აღარ არსებობს. იყო სანაშენო მეურნეობა ერთი აქ იყო უდაბნოს ტერიტორიაზე, ადრე ეკუთვნოდა თავდაცვის სამინისტროს და ერთი იყო ალვანში, ის ეკუთვნოდა სანაშენო მაშინ სანაშენო დეპარტამენტი იყო. და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ისაც ესეთი ფორმით აღარ არსებობს. აქ აუცილებელია ამ საკითხის წინ წამოწევა, რომ უნდა შემუშავდეს ან რაღაც კანონი, ან რაღაცა ფორმით სახელმწიფომ უნდა მოახდინოს კერძო, აი ესეთი ფერმერული მეურნეობის სანაშენო ფერმის სტატუსის მინიჭება. რა თქმა უნდა, შესაბამისი აკრედიტაციის და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მაგრამ ეგ აუცილებელია. ეს გულისხმობს მარტო იმას კი არა, რომ ჩვენ საბუთი გავცეთ, რომ ეს სანაშენე ფერმაა. ეს გულისხმობს იმას, რომ ამ ესეთ მეურნეობას, ესეთ ფერმას უნდა განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს, ხელშეწყობა უნდა ქონდეს განსაკუთრებული, კრედიტების რაღაცა სისტემა უნდა იყოს შეღავათიანი შემოღებული, რომ ამ კუთხით განვითარდეს, იმიტომ რომ სანაშენე მეურნეობას გაცილებით უფრო მეტი ხარჯი აქვს, ვიდრე ჩვეულებრივ საწარმო ფერმას. რომ იქ დამატებითი ხარჯია იგივე კვებაზე, დამატებითი ხარჯია მწყემსზე, დამატებითი ხარჯია სულადობის გამოზრდაზე. თუ ჩვეულებრივ საწარმოო ფერმაში ჩვენ რასაც ღებულობთ ნამაც, ძირითადად ყიდით და ვტოვებთ მარტო აღწარმოებისთვის 10-15%, სანაშენო მეურნეობის შემთხვევაში ჩვენ იძულებული ვართ შემდგომი გადარჩევა რომ მოვახდინოთ ჯიშების მიხედვით და
მივიღოთ ის მაღალი პროდუქტიული ჯიში და შევინარჩუნოთ სტანდარტის მიხედვით, ჩვენ იძულებული ვართ საწყის ეტაპზე დავტოვოთ 50% და მე ნელ-ნელა მოხდეს მისი, ასე ვთქვათ, გამოხშირვა, დაბრაკვა და საბოლოო ჯამში დადგება ისევ 10-15% საუკეთესო სულადობა, მაგრამ ეს ყველაფერი 1-2 წელიწადი გრძელდება და შესაბამისად ხარჯი იზრდება. ამიტომ ესეთ მეურნეობებს ცალკე სხვანაირი მიდგომა და ყურადღება და ხელშეწყობა სჭირდება. ამ შემთხვევაში კრედიტებთან დაკავშირებით რაღაც შეღავათები არ გააქვთ? მთელი საქმე ის არის, რომ დღევანდელი საკრედიტო სისტემა არ არის მორგებული საერთოდ სოფლის მეურნეობაზე და აგრარულ მარტო მეცხვარეობაზე არა აქვს საუბარი და მეცხოველეობაზე. საბანკო კრედიტი ჩვენ რამოდენიმეჯერ ვცადეთ რომ აგვეყო, მაგრამ საბანკო კრედიტს აქვს თავისი პირობები, თავისი ლიმიტი. იღებ კრედიტს და შესაბამისად ყოველთვიურად ბანკს უნდა გადაუხადო ის პროცენტი. არა აქვს მნიშვნელობა მაღალი იქნება თუ დაბალი, მაგრამ ყოველთვიურად უნდა გადაუხადო. მაშინ, როდესაც სოფლის მეურნეობა ზუსტად სეზონურობით გამოირჩევა და შემოსავალი პრაქტიკულად გაქვს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ და იძულებული ხარ ყოველთვე იხადო ეს გარკვეული პროცენტი, რაც დიდ იმეთვირთად გაწევს. რა თქმა უნდა, ეს თვითონ აწევს იგივე ფერმერს. არა ვარ ფინანსისტი და შეიძლება ვერ ვჯოლობდე მართებულად, მაგრამ მე ფერმერის კუთხიდან ვამოფრო და უშუალოდ კი დაეკისროს ის პროცენტული გადასახადი, რაც მას ეკუთვნის ყველაფერი, მაგრამ დაუშვათ დაეკისროს ან წელიწადში ერთხელ დაფაროს, ან წელიწადში ორ ნაწილად იყოს გაყოფილი და ისე დაფაროს, რომ ყოველთვიური თვისკი არ ხდება. ცხვრის ძირითადი პროდუქცია მაინც არის მატყლი. ანუ მეხორცული მიმართულება ეგ ერთია, მაგრამ მატყლი არის მეორე. და თუმცა როგორც ვიცი, რაღაც პრობლემაა მათთან დაკავშირებით. ზუსტად რო პრობლემაა. დღეს მატყლის მოთხოვნილება საქართველოში ფაქტიურად არ არის. იმიტომ რომ შესაბამისად წარმოება არა და მოთხოვნადი არ არის. ეგ ერთი პრობლემა და მეორე პრობლემა ის, რომ დღეისათვის ჩვენ საქართველოში ვსარგებლობთ ძველი ეგრეთ წოდებული კომუნისტური ნორმებით. მაშინდელი სტანდარტის მიხედვით თუშური ცხვრის მატყლი გადის დაბალი ხარისხის უხეში მატყლის ან ნახევრად უხეში მატყლის კატეგორიაში, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე პრაქტიკულად ძალიან დაბალი ფასი აქვს. რეალურად ჩვენ გვაქვს საქმე მაღალი ხარისხის სახალიჩე და საფარდაგე მატყლთან. მაგრამ ჩვენ შესაბამისი სტანდარტი არა გვაქვს და ჯიში მსოფლიოსთვის არ არის ცნობადი. ანუ საერთაშორისო მატყლის ბირჟაზე რო გავიდეს მატყლი, იქ უნდა იყოს მისი წარმოშობა. ანუ რა ჯიშისა, რა ხარისხისა და ასე შემდეგ. და ჩვენ არა გვაქვს ის ახალი სტანდარტი, რომელიც იქნება. და რა გვიშლის ხეს რომ დავნერგოთ ეს ახალი სტანდარტი? ჯერ უნდა იყოს შესაბამისად სანაშენე ფერმა, სადაც იქნება თავმოყრილი აი სანაშენე სულადობა, იმაზე უნდა მოხდეს მატყლის შესწავლა. შესაბამისად უნდა მოხდეს მისი ხარისხობრივი შესწავლა, ტექნოლოგიური შესწავლა, მისი სერტიფიცირება და დადასტურება, რომ ეს ნამდვილად ესეა და უნდა მოხდეს ჯიშის სტანდარტში ცვლილებების შეტანა. აი ეს ყველაფერი უნდა განხორციელდეს სახელმწიფოს დონეზე. ეს აი ამის შემდგომ უკვე ჩვენ შეგვიძლია საერთაშორისო მატყლის ბაზარზე გავიტანოთ ჩვენი თუშური მატყლი, არა როგორც უხეში მატყლი და დაბალი ხარისხის მატყლი, არამედ როგორც სახალიჩე მატყლი. რეალურად იგივე თურქეთში რო გავიდეს ჩვენი მატყლი, იქ მშვენივრად იციან, რომ ეს მატყლი არის სახალიჩე და ესეც ცნობენ, მაგრამ ვინაიდან ჩვენ შესაბამისი საბუთი არ გვაქვს და ჩვენ არა გვაქვს იმისი დამადასტურებელი, რომ ეს არის, ისინი ყიდულობენ როგორც ჩვეულებრივ უხეშ მატყლს. იყო დაახლოებით 10-15 წლის წინ პრეცედენტი, როცა რიზედან შემოვიდნენ მატყლის შემსყიდველები, სტამბულიდანაც იყო დაინტერესება სახალიჩე მატყლის შეძენაზე, მაშინ შეისყიდეს და საკმაოდ დიდი პარტია გაიტანეს. მაგრამ მაშინ არც საბუთი მოუთხოვიათ და არც სერტიფიცირება. სერტიფიცირება მოხდა იქ ადგილზე უკვე. თურქეთში, ლაბორატორიებში და შევიდა როგორც სახალიჩე მატყლი. გადამყიდველებმა წაიღეს. დღეს ეს პროცესი შეჩერებულია. ანუ ჩვენთვის ყველაზე უპრიანი იქნება, რომ ადგილზე მოხდეს ამ მატყლის სტანდარტიზაცია. ამისთვის აგრეთვე საჭიროა მატყლის ლაბორატორიის არსებობა, რომელიც იყო
მაგრამ სამწუხაროდ დღეს აღარ არის. მატყლის ლაბორატორიის გარეშე რამე მატყლის ხარისხზე და სტანდარტზე საუბარი იქნება არასწორი, არაკორექტული, ასე ვთქვა და საქმის არ მომტანი. ამიტომ ეს უფრო კომპლექსური საკითხია. მე ვფიქრობ არც ისე რთულად გადასაწყვეტი. მოგება და პერსპექტივა გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე ის დანახარჯი, რომელიც ამაზე იქნება გაწეული. და კიდე მეორე მომენტი, რომ თუ მატყლზე გაჩნდა მოთხოვნილება, თუნდაც სახელმწიფოს შიგნით ერთი პატარა წარმოება რო ამუშავდეს მატყლის. ჩვენ ადგილობრივ მატყლს თვითონ ეს წარმოება გამოიყენებს. თუნდაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით უდაბნოს, სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე, ტერიტორიაზე. აქ გაზაფხულზე გაიპარსება ცხვარი. არის დაახლოებით 10-12 ფერმა. სადაც თითო ფერმაში საშუალოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 1000 სულამდე 800-1000 სული ცხვარი იქნება. თითო ცხვარი გაიპარსავს დაახლოებით 2 კილომდე მატყლს. ახლა ჩვენ უხეშად რო ავიღოთ. ანუ ამ მატყლის რეალიზაცია შემდგომ იქცევა პრობლემად, იმიტომ რომ მატყლზე მოთხოვნილება არ არის. ამავე დროს რომ იყოს სურველი, დაინტერესებული პირი მცირედი ინვესტიციის პირობებში დაახლოებით? დაახლოებით რომ აი $50,000 ფარგლებში შეიძლება ეკავე სადმე სოფელ უდაბნოში ჩაიდგას პატარა გადამამუშავებელი საამქრო, სადაც მატყლი გაირეცხება, შემდგომ ეს მატყლი დაირთვება ძაფის სახით. მივიღებთ ჩვენ ნატურალურ შარის ძაფს, რომლისგანაც მოიქცოვება იგივე დაუშვათ წინდა, ან ჟაკეტი, ჯემპრი, თუნდაც იგივე ძაფის რეალიზაციის სახით მოხდება, იმიტომ რომ ჩვენი მანდილოსნები მოგეხსენებათ მეტად დაინტერესებულები არიან ქსოვით და საკმაოდ სარფიანი ბიზნესი იქნება დაინტერესებული ადამიანისთვის. სამწუხაროდ ჩვენ ჯერ ვერ წვდებით ამ სიმძლავრეებს, მაგრამ პერსპექტივაში ჩვენს ვფიქრობთ რაღაც ამდაგვარი გაკეთებას, მაგრამ ასე ვთქვათ, ეს არ შეუშლის ხელს ზოგადად ამ მიმართულებით დაინტერესებული პირების მიმართ ამ ინვესტიციის გაგებას, იმიტომ რომ ჩვენ ვიმყოფებით ერთ ლოკალურ ადგილზე და ესეთი ბევრია საქართველოში ესეთი ადგილები, თუნდაც იგივე ალბანში, ან უფრო სიღრმეში კახეთში, იურისპირ, სადაც ცხვარი იპარსება, თავმოყრილია ზამთრის საძოვრებზე და იქ ადგილზე შეიძლება ამის გაკეთება ყველაფრის. ერთის მხრივ ინვესტორისთვისაც ძალიან მომგებიანი იქნება, მეორეს მხრივ თვითონ ფერმერებისთვისაც მომგებიანი იქნება. ჩვენ რო საუბრობდით ჯიშებზე, ნაზმატყლიანზე, ნახევართ ნაზმატყლიან ჯიშზე, რატო გაქრა ეს ჯიშები? იმიტომ რომ მატყლზე ძირითადად მოთხოვნილება რო აღარ იყო, რაც უფრო ადვილი მოსავლელი იყო, იმაზე გადავიდა წყემსები და ესე იგი ძირითადად ამ წუთში მხოლოდ ხორცია მოთხოვნილება. ამ წუთში ძირითადად ხორცია მოთხოვნილება, ყველზეც აღარ არის, ცხვარში წველაც კი შეიზღუდა. აი ადრე გაზაფხულზეც იწველებოდა და ზაფხულშიც იწველებოდა. ახლა? ეხლა ძირითადად გადასული არიან მეცხვარეები ზაფხულში, მხოლოდ ერთ თვეს წველიან. ურჩევნიათ რომ ბატკანი იყოს დედაზე, რაც შეიძლება დიდი ხანი მეტრზე მიიღოს, რომ უფრო დიდი და ჯამთელი ბატკანი გაიზარდოს, იმიტომ რომ იმ ყველსაც აღარ აქვს ის რეალიზაცია. იმიტომ თავისებური პროდუქტია და მაინც მოსახლეობის ძირითადი ნაწილი უფრო ჩვენი ბატკნობა უფრო ძროხის რძეს ანიჭებს უპირატესობას, ძროხის რძისგან დამზადებულ პროდუქტებს. ამიტომ ურჩევნიათ, რომ ბატკანი უფრო მსხვილი გაიზარდოს და სარეალიზაციოდ უფრო მსხვილი ბატკანი გაუშვან. საერთოდ 1 კილო ყველი ცხვრის ყველი რო დამზადდეს 6-7 ლიტრა რძე არის საჭირო. და თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთ მოწველაზე თან რომ ბატკანსაც მოაწოვო და ცხვარიც მოწველო, ერთი ცხვრისგან 200 გრამ რძეზე მეც ვერ მიიღებ, დანარჩენი უკვე თქვენ შეგიძლიათ ანგარიშოთ, რომ რამდენი უნდა მოიწველოს. ისევ ჯობია, რომ ამ პირობებში, როცა პატარას და საყვარელს შეხვდეს თავის დედის. ამ პირობებში, როცა უფრო ხორცია ბაზარი ორიენტირებული, ბატკანმა მიიღოს დედის რძე და მეცხვარეების ძირითადად ესეც აკეთებენ. მაგალითად ალბანში გამორჩეულად კაი ცხვრის ყველს ამზადებენ და იქ გრძელდება ეს ტრადიცია და მზადდება უმაღლესი ხარისხის გუდის ყველი და ასე შემდეგ და ყველაფერს ბაზარი განსაზღვრავს და მოთხოვნილება განსაზღვრავს. აბა გაუშვათ დედასთან თავის ბატკანს. წადი.
მოძებნეთ თქვენი დედიკო. ყველა დედა მოძებნის თავის ბატკანს და მოაწოვებს, არ შეეშლება. როგორ ცნობენ? ცნობენ სუნით ძირითადად და ცნობას რაც შეეხება, აი დაუკვირდით ახლა რომ გაიშლება ცხარი და ბატკანი, თუ რომელიმე დედამ ვერ იპოვა თავისი ბატკანი, წყემსი დაეხმარება. განსაკუთრებულად ფასობენ წყემსები, რომელსაც ეწოდება მცნობები. აი ახლა აიმდენ ცხარში და ბატკანში ვითომ და რო შეხედავ, როგორ უნდა იცნო, არა? ცნობს მწყემსი რომელი ბატკანი, რომელიც ხვლისაა და მიუყვას ზუსტად იმ ცხარს. რეალიზაციის პრობლემა არ არის, მოთხოვნილებაც არის, ფასიც საკმაოდ კარგი აქვს. აღერს. ნუ აი ბოლო წლების ფასებიდან გამომდინარე დაახლოებით 150-დან 200 ლარამდე გააჩნია ცხარს. ნუ ესე უხეშად რო ვთქვა $100 ფარგლებში, ეკვივალენტი ლარებში მერყეობს ეს ფასი. სარეალიზაციო ცხარი, რასაც ქვია, სანაშენი ცხარი გაცილებით ძვირი ღირს უფრო. ნუ იყო გარკვეული საუბარი და მოსაზრება მომისმენია, რომ აი დიდი სულადობა იყიდება და ეს ზიანს ხوار მიაყენებს მეცხვარეობას, როგორც დარგს და ასე შემდეგ. მინდა ვთქვა, რომ არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, იმიტომ რომ იყიდება ძირითადად ის სულადობა, რომელიც ზამთარში აღარ არჩება ფერმაში. ეს არის ნამატი, რომელიც უნდა გაიყიდოს ყველა შემთხვევაში. ეს არის ის ბებერი ცხარი, რომელიც ექვემდებარება გამოხშირვას. ახლა ხდება, ზოგი კოჭლდება, ზოგი ბრუციანდება. ანუ ძირითადად იყიდება ის სულადობა, რომელიც სანაშენეთ აღარ არის ვარგისიანი. ის ძირითადი სულადობა, რომელიც ზამთარში უნდა ჩადგეს ფერმაში და რომელმაც უნდა ისევ ბატკანი მოქცეს და აღწარმოების პროცესი არ დაირღვეს, ის სულადობა არ იყიდება. ისე წარმოუდგენელია ქართული ცხარი, ქართული ნაგაზის გარშე და მე როგორც ვიცი, თან აქ სანაშენეც იყო ნაგაზის. ხომ არ აპირებთ? ამ საქმიანობას ხელი რომ მოკიდოთ. მართალს ამბზანებთ, აქ წინა საუკუნის 30-იან წლებში იყო სანაშენე ფერმა. მე გაქრა, მაგრამ ჩვენ არ ვღალატობთ ამ ტრადიციას. ფერმაზე ყავს ჩვენი მეცხვარულა ქართული ნაგაზები და ვცდილობთ, რომ გავამრავლოთ ჩვენი ნამდვილად ქართული ნაგაზი, ქართული მეცხვარულა, რასაც ქვია. და ერთ კუთხით ამის პერსპექტივასაც ვხედავთ, რომ ძაღლსაშენის ფორმაც მივცეთ ამას, იმიტომ რომ მართალია ჩვენ ახლა ლეკვებს არ ვკიდით, მაგრამ კოლეგიალური თვალსაზრისით ჩვენ მეგობარ ფერმერებს ვჩუქნით ჩვენ ლეკვებს და ისინიც უკვე და ცხარში იზრდებიან. იზრდებიან ცხარში. იყო ესეთი მოსაზრება, ვითომ რომ ეს დიდი ძაღლია, მძიმე ძაღლია, მგზავრობას ვერ უძლებს, მაგრამ ისტორიული ჯიშია, ადრე თუ უძლებდა, ეხლა რატო ვერ უნდა გაუძლოს? და აი 3-4 წელიწადია, რაც ჩვენ ამ ძაღლებს ვაშენებთ და პრაქტიკამ გვანახა, რომ შვენივრად მგზავრობს, პირიქით უფრო კარგად უვლის ცხარს, ვიდრე ის ძაღლები, რომელიც ბოლო პერიოდში გამრავლდა ცხარში. ნუ ტენდენცია იყო გამოწვეული იმით, რომ ის უფრო პატარა ზომის ძაღლებია, ასე ვთქვათ, აგრესიულები კი არიან, მაგრამ ნუ ნაჯვარები არიან, ნაკლებ კვებას მოითხოვენ. ქართული ნაგაზის თავისებურება ზუსტად იმაშია, რომ ჩვენ რო ვამობთ ქართულია და უნიკალურია მარტო იმიტომ კი არა, რომ ქართულია. აი ქართულ ნაგაზს კუჭი აქვს ისეთი მიკროფლორა, რომ შეუძლია მოინელოს მცენარეული საკვები. რაც სხვა ძაღლს არ შეუძლია და თავის დროზე იყო ესეთი მცნება, რასაც ერქვა ძაღლისი ჯერი და ცხარი რომ მიდიოდა მთაში, ძაღლზე გამოიწერებოდა მისი ულუფა, რომელიც იყო ქერი, დაღერღილი ქერი და აი ქერის სალაფავს აჭმევდნენ ძაღლს, რომელიც შვენივრად ინელებდა. ამიტომ ჩვენი ტრადიციები უნდა შევინარჩუნოთ, ჩვენი ნაგაზიც უნდა მოვარჩენოთ, ცხარში რომ მოვაშენოთ, პირველ რიგში ეს უფრო დიდი სიკეთე იქნება, რომ ცხარში გაიზრდება აი ჩვენი ძაღლი, რომელიც ცხარს დაძდებს და არ მოსწყდება ეს ორი ტრადიცია ერთმანეთს. პარკეტზე გაზრდილი ქართული ნაგაზი მე პირადად არ ამწყავს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისათვის. ხვავს ბარაკას და სისახეს გისურვებთ. მადლობ თქვენც ასევე, სულ სიკეთით ბრძანდებოდეთ.